გამოცანების განხილვას 1-30-დან. აბა, მოდი. 1-30. მოცემულია M და N წერტილები და რა ფიგურას სიბრტყის ყველა იმ X წერტილთა სიმრავლე, რომელთათვისაც. მოდი, ორი გამოცანა ამოვხსნათ, ჯერ პირველი გავაკეთოთ. ისე არავინ არ გვეუბნება, რომ ეს M და N წერტილი წარფეზია მოცემული. შესაბამისად, ჩვენს სადღაც არის M წერტილი, სადღაც არის N წერტილი და ნახეთ ახლა რას გვეკითხებიან, მოდი პირველს ვაკეთებ ჯერ. უნდა ვიყოთ ისეთი X წერტილები, მოდი ყველა წერტილს ახლა ესეთი თავის არევა შეუძლია და წავშალოთ ზედმეტი წერტილები. უნდა ვიყოთ X წერტილები, თქვა სადღაც აქ არის რაღაც X წერტილი. ყველა X წერტილთა სიმრავლე, რომელთათვისაც შესრულდება შემდეგი პირობა. MX დამატებული X N უდრის MS. კარგი, აბა მოდი ვნახოთ. საერთოდ გეომეტრიაში ეს საკმაოდ პოპულარული ამოცანაა. შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა მომენტზე მოგვივიდეს, რომ რაღაც პირობა არის მოცემული და გვეკითხებიან ამ პირობის დამაკმაყოფილებელი წერტილების სიმრავლე გვიპოვია. ანუ იდეაში რა იგულისხმება, იცით, რომ კონკრეტული პირობა რომ შესრულდეს, ერთი წერტილი კი არა, ამას პასუხისმგებელი, ანუ რამდენიმე შეიძლება იყოს, რამდენიმე. აი თქვათ ასე, რომ რაღაცა კითხვას გვისვამენ, თქვათ რომ მოცემული წერტილი და 5 სანტიმეტრით რო იყოს დაშორებული, რაღაცა და 5 სანტიმეტრით დაშორებული, იპოვეთ ისეთი წერტილი. წერტილები და ნახეთ, რომ ბევრი წერტილი. შეიძლება ხა კონკრეტულად მე რა პირობას თქვი, პირობით არა, მაგრამ ისე იყოს პირობა მოცემული, რომ გაფართული იყვნენ სიბრტყეზე ეს წერტილები. ან შეიძლება ისეთი ლოკაცია ჰქონდეთ, აი ძალიან ბევრი იყოს უამრავი ასეთი წერტილი და რაღაცა მონაკვეთს ქმნიდნენ, ან რაღაც ფიგურას ქმნიდნენ. თავისუფლად შეიძლება ასეთი. ანუ გამოდის, რომ გეომეტრიული ადგილი ამ ფიგურის იქნება, თქვათ, ამ წერტილების იქნება კონკრეტული მონაკვეთი, ან წრეწირი, ან შეიძლება იყოს კუთხის ბისექტრისა და ძალიან ლამაზი საინტერესო ამოცანების მოფიქრება შეიძლება. კარგი. ალბათ კითხვა დაახლოებით გავიგეთ, რაც გვეკითხება და ჩვენ ვეძებთ ისეთ X წერტილებს, რომ აი ეს პირობა შესრულდეს, რა პირობა, რომ X-დან M-მდე მანძილს რომ დავამატოთ X-დან N-მდე მანძილი, უნდა მივიღოთ M-ი. მაგრამ ახლა არის ერთი საინტერესო დეტალი, რომ აი ეგ პირობა თუ სრულდება, მაშინ ეს წერტილი ერთ წრეზე უნდა იყოს განლაგებული. აი ამას ჯერ ჩვენ ვერ დავასაბუთებთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა მე რაც მოდიდის თავში, ეგ არის, რომ საკუთრების უტოლობა უნდა იცოდეს მოსწავლემ და პირველ თავში ჯერ ეგ ცნობილი არ არის. ანუ თუ ეს სამი წერტილი ერთ წრეზე არ ძევს, მაშინ გამოდის, რომ ეს სამი წერტილი თქვენის შეიძლება თქვათ ასე არის. სულაც ხაზებს, ხო? ის სამკუთხედი. აი ასე. და სამკუთხედის ნებისმიერი ორი MX + XN-ის ჯამი აუცილებლად მეტი იქნება მესამეზე. და გამოდის, რომ ეს თუ ასეთი X წერტილი არსებობს, ის აუცილებლად უნდა იყოს MN წრეზე. მოდი ცოტა გავზარდოთ ეს წრე. ასე. MN წრეზე უნდა იყოს. შესაბამისად რა გამოდის? სად შეიძლება ახლა იყოს MN წრეზე? ან იქნება აი M-ის მარცხნივ, ან იქნება M-სა და N შორის, ან იქნება N-ის მარჯვნივ. სხვათა შორის შეიძლება თავად M წერტილს ან N წერტილს ემთხვეოდეს. ჩვენ ასეთ წერტილების, ასე ვთქვათ, გეომეტრიულ ადგილს ვეძებთ და
არავინ არ გვეუბნება, რომ x წერტილი აუცილებლად განსხვავებული უნდა იყოს m-ი და n-ისგან. ახლა ასე რო ეთქვათ, რომ თავიდან მოცემულია m-ი, n-ი და x წერტილი, ნუ მაშინ შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ ავტორი გულისხმობდა სამ განსხვავებულ წერტილს, მაგრამ შეიძლება x-ი ამსაც ემთხვეოდეს, ან n-ს. მოდი ჯერ ჩვენ არეებზე ვისაუბროთ ახლა. მაგრამ დააკვირდით, ჩვენ ხო ვიცით, რომ აქსიომა მონაკვეთის შესახებ, ხო მონაკვეთის კაზოვის შესახებ, რომ მონაკვეთის შემადგენელი მონაკვეთების ჯამის ტოლია. და შეუძლებელია ჩვენ ავიღოთ x-ი აქეთ და ის n-ს ემატებოდეს კიდევ რაღაც, ხო, mx ამ შემთხვევაში ეს და მივიღოთ n-ის ტოლი. ანუ თუ ეს სამი წერტილი ერთ სფეროზე განლაგებული და სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა, მაშინ რა თქმა უნდა m-ი უნდა იყოს ყველაზე დიდი მონაკვეთი. შესაბამისად, აქ პირველი შემთხვევის განხილვაც აღარ გვინდა, გამოდის, რომ აუცილებლად x წერტილი უნდა იყოს m-სა და n წერტილებს შორის, ნუ ჩათვლითაც. და სულ ერთია სად იქნებოდა მათ შორის, სადაც უნდა ყოფილიყო, აი m-საც და n-საც კი რომ დამთხვეოდა, უბრალოდ მონაკვეთის სიგრძე უარყოფით და ნული არ შეიძლება იყოს და თუ x-n მონაკვეთი არსებობს, მაშინ x-ი ვერ დაემთხვევა n წერტილს, იმიტომ x-n-ი მაშინ არ არსებობს, რომ მონაკვეთის სიგრძე ნული ვერ იქნება. ანალოგიურად, აქაც მაშინ არ უნდა ყოფილიყო x წერტილი, მაგრამ ამ შუალედში იქნებოდა აი ნებისმიერ ნიშნობას მიიღებდა. ანუ ფაქტობრივად რა ფიგურას შექმნიდა x პოტენციური x წერტილების სიმრავლე, რომელიც აი ამ პირობას აკმაყოფილებს. შექმნიდა მეგობრებო მონაკვეთს. ანუ პასუხი ამ კითხვაზე იქნებოდა რა ფიგურა, თუ პირველ შემთხვევაში ეს ამ მონაკვეთი. მოდი ახლა განვიხილოთ მეორე შაბლონი. აქ რა უნდა ხდებოდეს? mx გამოკლებული mx-ი ტოლი უნდა იყოს mn-ის. ახლა თუ გადავაკეთებთ ელემენტარული ხო გადატანებთ ფიგური გარდაქმნებით ტოლფასი ტოლობა რომ მივიღოთ, ცხადი აქ nx იქნება დიდი მონაკვეთი და mn-ს ემატება mx-ი. ან აქაც ხადი ერთ სფეროზე უნდა იყვნენ ეს წერტილები აღებული და უკვე nx მონაკვეთი უნდა იყოს ყველაზე დიდი. ანუ ცხადია m წერტილი უნდა მოხდეს n-სა და x შორის, ანუ სადღაც აქ იქნება x, მაგრამ სად შეიძლება იყოს? აი m-ის მარცხნივ ნებისმიერ ადგილზე. და შესაბამისად გამოდის, რომ აი ეს ხო სხივი, ანუ m-ის მარცხნივ თუ ყველაფერი შეგვიძლია თქვა, x-ი ყველგან იყოს, m-ის მარცხნივ მეგობრებო, აქეთ ეს არის სხივია და შესაბამისად გამოდის, რომ x-ი პოტენციური სასარგებლო x-ები, აი ეს რო დააკმაყოფილოს ესტობა შექმნიან სხივს. ანუ მეორე კითხვაზე პასუხი იქნებოდა სხივი. მგონია ნორმალურად გავარჩიეთ, მოდი გავაგრძელოთ 31. წერტილზე აღებულია 4 წერტილი. A, B, C, D. ცნობილია, რომ AB უდრის 1-ს, მოდი აქვე გადავწეროთ, ანუ AB უდრის 1-ს, BC უდრის 2-ს, CD უდრის 3-ს და D-ა უდრის 4-ს. ახლა რა არის? როდესაც სამი წერტილია, ვიცით, რომ ერთი იქნება დანარჩენ ორ შორის და სამი წერტილის წრფეზე აღება ქმნის სამ კომბინაციას, ხო? კომბინაციების რაოდენობა იქნებოდა 3, ან ასე იქნებოდა, ან C იქნებოდა მათ შორის, როდესაც სამი წერტილი აღებული, ახლა მარცხნივ ასიღებ თუ მარჯვნივ B-ს თუ პირიქით, თუ რაიმე სხვა დამტებითი პირობა არ არის, მაგას უკვე განსხვავება არ აქვს, მაგრამ მინიმუმ სამი შემთხვევა ხო არის აქ. და წარმოიდგინეთ ახლა კიდევ D რომ დაემატებოდა, ეგ ხო სხვადასხვა შემთხვევა შექმნიდა, კიდევ უფრო მეტ შემთხვევა შექმნის, ხო? კომბინატორიკაში, ვისაუბრეთ ჩვენ ფაქტობრივად ესა 4 წერტილი რამდენადაც შეიძლება ერთმანეთს ადგილს უსვლიდეს და
ამიტომ თავიდანვე ვერ მიხვდებოდა, არცით ხო, ბევრი ვარიანტია, როგორ შეიძლება იყვნენ განლაგებული ეს ერთილები. ამიტომ უნდა ვიყვეთ აი სიგრძეები უნდა დაგვეხმაროს. მოდი ჩვენც აგეთ და დავიწყოთ, ჩვენ განვალაგოთ, აი ადაბე განვალაგოთ, აი ა და ბ. ნუ მე ჩვენს მანცილ არის ერთი. სად შეიძლება ახლა იყოს c? აა ორი შემთხვევა. მოდი ასე ავაგრძელოთ ჩვენ. ესე იგი, პირველი შემთხვევა, მეორე შემთხვევა. რატომ არის ორი შემთხვევა? ხო შეიძლება c იყოს b-ს მარჯვნივ, ან b-ს მარცხნივ, ხო? გვაძლევს ამის საშუალებას ეს რიცხვი, ანუ აქ არის c რომ იყოს და ეს იქნებოდა ორიანი, და აქეთ რომ იყოს c და მაშინ ეს იქნებოდა შესაბამისად 2, ეს ერთიანი. კი, ახლა ნახოთ სად შეიძლება ყოფილიყო c-დე. მოდი დავაკვირდეთ. მოდი ამას აქვს თავისი კიდევ ორი შემთხვევა. ანუ პირველის a და პირველის b. აი მოდი ასე ავიღოთ. კი ბატონო, მაქვს a წერტილი, მაქვს b წერტილი, მაქვს c წერტილი. ეს ორია, ეს ერთია. მაგრამ c-d c შეიძლება d შეიძლება ყოფილიყო აქეთ c-ს მარჯვნივ, აი ასე და ეს ყოფილიყო 3, ან a b c. ისა 2 ან ყოფილიყო მარცხნივ, ხო? მაგრამ თუ რადგანაც c და 3-ით არის d-სგან დაშორებული d-c-სგან, ხო? გამოდის რომ d უნდა ემთხვეოდეს a წერტილს. აი აქ უნდა იყოს, მაგრამ აგერ უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ეგ ხო შეუძლებელია, იმიტომ რომ 4 განსხვავებული წერტილი იყო, აი 4 წერტილი აღებული, 4 განსხვავებული წერტილი იყო აღებული. ანუ მაშინ მოდი ასე წითლად გადავხაზოთ ახლა ჩვენ ამ შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. იმი დავაკვირდეთ პირველ შემთხვევას, მაგრამ დავაკვირდეთ d-ა ხო უნდა იყოს, ანუ a d 4 და ეგ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ასეთი განაწილებით 1 2 3 თუ არის, მაშინ 6 უნდა ყოფილიყო და არა პირობა მეუბნება 4-ია. გამოდის რომ ეს შემთხვევაც ეწინააღმდეგება პირობას. გავაგრძელოთ ახლა ამის a შემთხვევით. აქ რა სიტუაცია გვაქვს, ესე იგი. გვაქვს c წერტილი, ჯერ მერე არის a, მერე არის b. და ნუ ერთიანი და ნუ მათ შორის b-ს და c-ს შორის კი 2 იყო მანძილი. ახლა სად შეიძლება იყოს აი ამ შემთხვევაში d, ხო? d ხო შეიძლება აქეთ ყოფილიყო ასე, ეს ყოფილიყო 3. კი. მაგრამ დააკვირდით თუ ასე არის, მაშინ ესეც ერთი გამოდის და მოდი ეგეც რადგან არ ვარ გა. მაშინ ას და d შორის მანძილი გამოდიოდა 2. არა და პირობა გვეუბნება რომ მანძილი უნდა იყოს 4. გამოდის რომ ესეც ეწინააღმდეგება პირობას. ბოლო შემთხვევა დაგვრჩა და ამას თუ არ ვარ, მაშინ უნდა არ ქონია აღნიშნულ ამოცანას, ან ჩვენ არ დავაკვირდით რაღაც დეტალს და ხელახლა წავიკითხოთ მე პირობა მაინც. ასე არის. ერთი. ახლა d აი მაშინ აი აქეთ რომ იყოს c-ს მარცხნივ მარჯვნივ ვავიღეთ, არ გამოვიდა და აქეთ რომ იყოს. და ეს რომ იყოს 3. მაშინ გამოდის რომ d-დან a-მდე პირობაში რომ წერია 4 სრულდება. ხო, ძალიან მაგარი. ანუ ეს ბოლო პირობა ჭეშმარიტი აღმოჩნდა. ეს დავწეროთ c+. გამოდის რომ კიდურად ჩვენ გეკითხებოდეთ და კიდურად წერტილები რომლები არიანო და ასოფ იქნებოდა d და b. გიგზავნოთ აღმოჩნდების განხილვა. 32 აღმოჩნდა განვიხილოთ. სიმღერაზე მოცემულია 5 a b c d და e წერტილი.
რომელთაგან ორი აწრფის ერთხარესაა, ორი, კარგი, გავიქეთ. აღებულია რაღაც აწრფე. და ვის ერთ მხარეს არის 2 წერტილი, მეორე მხარეს არის 3 წერტილი. ოღონდ არ ვიცით, აი ეს ABCD წერტილები კი არის, ABCDE წერტილები, მაგრამ ან მიყოლებით აქ ხო მრავალკუთხედი არა, ამიც მოცემული ახლა მიყოლებით ამიყო რაღაცას. ან უბრალოდ 5 წერტილი აღებული. შეიძლება ქვემოთ ყოფილიყო B ზემოთ, პირიქით B აგერ ყოფილიყო თქვა, რომ აი არ ვიცით. და კითხვა. ნუ მაიო ABCDE ტეხილი. კარგი ბატონო. რამდენჯერ შეიძლება გადაკვეთოს ლაწრფეო აი ამ ტეხილმა. ну, აშკარად აქ რამდენიმე შემთხვევას აქვს ადგილი. მოდი გავყვეთ. ну, ვინახოთ მაქსიმუმ, პრინციპში მაქსიმუმ 4 კვეთა, აი ნახეთ 5 წერტილია და აქ შეკრულ ტეხილზე არა, ABCDE ტეხილია, ხო? და 5 წერტილს აკავშირებს რამდენი მონაკვეთი? 4, ხო? ანუ მაქსიმუმ 4 მდგენი ხონდეს ამ ტეხილს და 4 მდგენი რამდენჯერ შეიძლება აწრფეს კვეთეს? ну მაქსიმუმ 4 ჯერ და პრინციპში ეს მაქსიმუმ შემთხვევა ჩავსკიდეთ ასე თვლით. ერთი კვეთა, აქ მეორე კვეთა, მესამე, მეოთხე. და წერტილები აგერ იქნებოდა მაშინ A, აქ იქნებოდა B, აქ იქნებოდა C, აქ D, ასე უნდა ყოფილიყო, რომ A, B, C, D ტეხილი გადაეკვეთა 4 ჯერ აწრფე. მოდი ახლა ქაუტურად რო არ ვიმუშაოთ, თუ 4 კვეთა მაქსიმალური, მეტი ფიზიკურად ვერ იქნება, რომ მეტი მდგენი არ გააჩნია ABCDE ტეხილს, 5 წვერა ტეხილს, ხო? მოდი ახლა ავდგეთ და დავფიქრდეთ 3 კვეთა თუ ექნება, მოდი გავიხოთ ეშა. ვინ ხდებოდეს ახლა? თითქოს აქ არ უნდა ზოგადი თეორიული წიაღისვები, მოდი პირდაპირ განვიხილოთ შემთხვევა. ასე ეს პირდაპირ იქნება, ასე და ასე. მოდი ეს გადავაკვეთიოთ ამას. ასე. ნახეთ, ეს გადავაკვეთიოთ. და ასე აქ აღარ გადავაკვეთიოთ, რომ მე უკვე ხონდა დავბრუნდე. აქვე ავიღოთ ეს და მერე გადავაკვეთიოთ ასე. ანუ ეს რო ყოფილიყო A, ეს B, ეს C, D და ასეთი ამბავი რომ ყოფილიყო. რამდენი კვეთის წერტილია? მგონია რომ აქ ცხადად ჩანს 1, 2 და 3. 3-იც მივიღეთ, ну მაქსიმუმ 4-ზე მეტი ვერ იქნებოდა. 3, 4 მივიღეთ, 3-იც მივიღეთ. მოდი ვნახოთ ახლა თუ შეიძლება ყოფილიყო 2. 2 კვეთა. ალბათ თვითონაც ვხვდებით, რომ 2 კვეთაც საკმაოდ რეალისტური სცენარია. მოვიღოთ ისევ იგივე ლოგიკით ეს წერტილები. და 2 კვეთა რომ იყოს, ნახეთ რა ვქნათ. ასე მოვდეთ. ასე ჩავავდეთ და მე უკან დავბრუნვა რომ არ მოგწევ და ეგ ყოფილიყო ბოლო წერტილი, ბოლო წვერა. ანუ ეს იქნებოდა წერტილი B, C, D და აქ იქნებოდა E. შესაბამისად, რომლებია კვეთის წერტილები? S და S. მოდი ვნახოთ ახლა თუ შეიძლება გქონდეს ერთი კვეთის წერტილი. კი, შეიძლება, ესეც საკმაოდ რეალისტურია. აი წავიღეთ, ავიღებ ახლა. ეს იქნება აწრფე. მოდი ავიღოთ ჩვენი წერტილები, იგივე თანმიმდევრობით, იგივე ლოგიკით, უბრალოდ 2 ზემოთ და 3 ქვემოთ. და ერთი კვეთა რომ ყოფილიყო, პირველად შეიძლება მაგალითად ასე დავიწყოთ. პირველად რამდენიმენაირად შეიძლება ახლა ეს სები დაგვეწერა. მორჩა. შესაბამისად აიყოს აი ეს
რადგან ზემოთ წითელი ფერებით გვაქვს, ესეც წითელი ფერით გავაკეთოთ. ეს იყოს A, ეს B, ეს C, ეს D და ეს E. კვეთის წერტილი შესაბამისად არის 1. შეიძლება ისე იყოს, რომ კვეთა საერთოდ არ გვქონდეს, ნუ გამორიცხულია, იმიტომ რომ მოცემული ტეხილი აუცილებლად გადაკვეთს ფიგურას, იმიტომ კვეთის განსაზღვრება სრულდება. კვეთა რა არის? აი, რა დროსაა ორი ფიგურა ერთმანეთს გადავკვეთი, როცა ერთი ფიგურის წერტილები მეორე ფიგურის მიმართ სხვადასხვა ნახევარსიბრტყეშია, ერთი ფიგურით შემოსაზღვრული სიბრტყეები სხვადასხვა სიბრტყეშია რა. ნუ მარტივად რომ ვთქვათ, წრფეს რა დროს გადაკვეთს რაიმე ფიგურა, თუ წრფის მიმართ ამ ფიგურას გააჩნია წერტილები როგორც ერთ ნახევარსიბრტყეში, ისე მეორე ნახევარსიბრტყეში. ამ წრფეზე რომ გვესაუბრეთ. კარგი, რა მივიღეთ პასუხი? იყო 4 კვეთის წერტილიც, 3-იც, 2-იც და 1-იც. პრინციპში ახლა აგერა 30-13-იც უფრო კომბინატორიკის ამოცანაა კი მარტივი, მაგრამ ვაიც. აქ სტანდარტული კითხვაა, სამმა განსხვავებულმა წრფემ რამდენ ნაწილად შეიძლება დაყოს სიბრტყე. მოდი ახლა ჩვენ რო უფრო წარმოვიდგინოთ, თქვათ ესაა სიბრტყე. არ შემოისაზღვრება სიბრტყე, მაგრამ პირობითად ესაა ვთქვათ. ძალიან მარტივი საჩვენებელია. თქვენ რამდენი წრფეც არ უნდა აიღოთ, ამით თქვათ აგვიღო ორი წრფე. ერთი წრფე, მეორე წრფე, ხო, სიბრტყეზე. რა დროს დაიყოფა, რაც შეიძლება ცოტა ნაწილად აღნიშნული სიბრტყე ამ წრფეებში. ეს წრფეები არიან პარალელური. ანუ რაც უფრო ცოტა კვეთის წერტილი აქვს წრფებს, აი, წარმოიდგინოთ ახლა ფურცელს იღებთ რა და ფურცლის დახევა თუ გინდათ ბევრ ნაწილად, აი როგორ აკეთებთ ხოლმე თან ერთი ქმედებით რო დახიოთ. თუ გახევთ ჩვაზე, ერთმანეთს დაადებთ ამ გახეულ ნაწილებს და მე ცოტა მეტი ძალის ხვევით, მაგრამ ერთი გახევით უკვე ორივე იხევა, ხო? ანუ ფაქტობრივად ეს გახევა კვეთის ტოლფასე არ თქვენ თუ გინდათ ახლა მესამე წრფით უფრო მეტი ნაწილი მიღოთ, ორივე უნდა გადავხდით რა. ალბათ ახლა ამის შემოწმება არ გაგიჭირდება, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მსმენელობო მოიც ამ ვიდეოს უსმენთ, დატესტოთ აღნიშნული მომენტი და ნახოთ, რაც უფრო მეტი კვეთა ექნება მოცემულ წრფებს, მით უფრო მეტი ნაწილი მიიღება, მეტ ნაწილად დაიჭრება სიბრტყე. ახლა აქ სამი წრფე არის და პირდაპირ დავიწყოთ. ანუ სამ წრფეს რა დროს ექნებოდა, რაც შეიძლება რა დროს მოგცემდა, რაც შეიძლება ნაკლებ სიბრტყის ნაჩენს. თუ ერთმანეთის პარალელური იქნებოდა იქნებოდნენ ესამი წრფე. აქ რამდენი ნაწილია? 1, 2, 3, 4. მოდი ახლა განვიხილოთ სცენარი, როდესაც როდესაც არ არიან ერთმანეთის პარალელური, ხო, სულად 2 იყოს ერთმანეთის პარალელური, აი ას. მესამე არ იყოს მათი პარალელური. ახლა მე პარალელობის ნიშნით, ანუ თუ ორი პარალელური წრფიდან მესამე წრფე ერთ-ერთის პარალელურია, ამის პარალელური თუა, მაშინ მეორეს პარალელურიც იქნება, ხო? და გამოდის, რომ თუ არ არის ამის პარალელური, მაშინ აუცილებლად მეორესაც გადაგიც. შესაბამისად, მეგობრებო, აქ გვექნებოდა 1, 2, 3, 4, 5, 6 ნაჭერი. ნუ 6 ნაჭერი სხვაგვარადაც შეგვიძლია მივიღოთ. აი ასე რომ გაგვეკეთებინა. სამივე წრფეს ერთ წერტილში რომ გაეკლო. ასე ვთქვათ. ასე. ეგეც შეიძლებოდა. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. ნუ ასე შეიძლებოდა 6 ნაჭერი მიგვიღოთ, მაგრამ ახლა ჩვენ ახლა არ გვეუბნებიან, რომ რამდენაირად შეიძლება კვეთდნენ და გვაძლევდნენ ნაწილებს სიბრტყისას ეს. ნუ ჯერჯერობით პასუხი რა არის? 4 და 6. ახლა ნახოთ მეტი თუ შეიძლება, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ არ განვიხილავთ სიტუაცია, როდესაც ეს წრფები განსხვავებულ წერტილებში კვეთენ ერთმანეთს და წესით ამან უნდა მოგვცეს ყველაზე მეტი შემთხვევა, ხო? აბა, დავაკვირდეთ
ასეც იქნება ერთი წრფე, კაცავდი ასე ვქნა, მეორე წრფე და მესამე წრფე კიდევ სხვაგან გადიოდეს. აი, რამდენი ნაჭერი მიიღება ახლა თუ ჩვენ ცოტა გავაგრძელებთ აღნიშნულ რაღაცებს, ასე და ასე სიგვარისია, ნაჭრები კარგად გამოჩნდება. აი, ერთი ნაჭერი სიტყვის, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეექვსეც ვარ, მეშვიდე დავწერე, მეექვსე და მეშვიდე. ნუ მაქსიმუმ 7 ნაჭერი შეიძლება მიყო. ანუ რა არის პასუხი? 5 ნაჭერი, 6 ნაჭერი, ან 7 ნაჭერი შეიძლება მივიღოთ 3 წრფის გავლებისას სიტყვას. ეგეც არის რთული და მიიღებთ საერთოდ თუ თქვენ შინაგანი განწყობა რა გაქვთ ახლა რასაც მეგეთყვით იმისი რომ გეომეტრია უფრო მარტივია ვიდრე ალგებრა მაშინ აუცილებლად უნდა შეიქმნათ მსგავსი განწყობა იმიტომ რომ განსაკუთრებით მსუბუქი სასიამოვნო სადასამუშაოა თითქოს ყველაფერი ლანგარზე გიდევს უბრალოდ ერთი ხელის გაწვენაზეა და უნდა მიიღო და ნახო ახლა ეგ პირველი თავია და აქ ეგ კიდე ცოტა უხერხული სამუშაოა რაღაც აქ მთელი კომენტებში მაგრამ გეომეტრია გაცილებით სრულყოფილია ვიდრე ალგებრა და თუ ვინმე შიში გაქვთ, თუ ეგ არის რაღაც გარემო პირობებით და არა თქვენი შინაგანი მიზეზებით განპირობებული და თუ ოდნავ მეც მოინდომებთ, ვიდრე სტანდარტული მონდომება, აუცილებლად დაძლევთ ამ შიშს. ანუ მონაკვეთის სიგრძე არის 12. იპოვეთ AB წრფეზე ყველა აჰა ნუ რადგანაც AB მონაკვეთს გვეუბნება მაგრამ შემდეგ AB წრფეზე გადადის უკვე საუბარი მოდი თავიდანვე ავიღოთ AB წრფე რაღაც წრფე და მას მოვნიშნოთ A და B წერტილი A წერტილი და B წერტილი იპოვეთ ყველა ისეთი X წერტილი აჰა რომლისთვისაც მოდი ჩავნიშნოთ XA უდრის 2XB-ს. გასაგებია. კი ბატონო. უნდა შევძლოთ ვიპოვოთ. ხო, ვიცით რომ AB მონაკვეთის სიგრძე არის 12. კი. ახლა აქაც ფაქტობრივად ყველა ასეთი X წერტილი კი უნდა ვიპოვო, მაგრამ კონკრეტულად ჯერ ერთზე ვისაუბროთ ხო ერთ X წერტილზე. კონკრეტულ წერტილზე აქაც საუბარი და უბრალოდ შეიძლება ბევრ წერტილს ჰქონდეს აღნიშნული ერთთვისება. ესეც ამ წრფეზე უნდა იყოს, ხო? პრინციპში გვეუბნება კიდეც რომ A წრფეზე უნდა ვიპოვო ყველა X-ეთი X წერტილი. მაინც ვერ იქნებოდა სხვაგან თუ პრინციპში რატო ვერ იქნებოდა ჩვენ ვიცით რომ X-ა უნდა იყოს 2X-ბესტური. არა, ხო, უკან ვარ ყველა სიტყვა. პირობიდან ვიყვებით. იპოვეთ A წრფის ყველა X წერტილი. თუ სად შეიძლება ახლა ეს X წერტილი იყოს, ხო? იმიტომ უკვე AB წერტილი აღება, AB წერტილი აღებული გვაქვს. ბათმა წრფეს ამ არედ გაყვეს, X წერტილი შეიძლება იყოს A, შეიძლება იყოს A, შეიძლება იყოს A. მაგრამ ერთი რამ ცხადია. რადგანაც XA ორჯერ მეტია XB-ზე, ანუ XA მეტია XB-ზე, ახლა არც ერთი მონაკვეთი უარყოფითი არაა და შესაბამისად დადებითებისთვის, როდესაც დადებით რიცხვს ამრავლებ 2-ზე, მასე დიდი რიცხვი მიიღება ორჯერ, ხო? გამოდის რომ XB ვერ იქნება ვერაფრით კიდურა წერტილები X და B. ანუ აქეთ, აი აქეთ X ვერ იქნებოდა. მაშინ ეს შემთხვევა გამოიწვია. ვერ გამოიწვია. მოდი ახლა შეიძლება აქაც იყოს, შეიძლება აქაც იყოს, ამიტომ მოდი ორი შემთხვევა განვიხილოთ. პირველი კი არის უკვე დახაზული, და მეორე აგერ დავხაზოთ. აქ არის A, აქ არის B და აი აქეთ რომ იყოს X წერტილი. რო იყოს X წერტილი. ახლა დავაკვირდეთ. ნუ თქვათ, კაი, ვიყვებით, აი აქ არის X წერტილი, ხო?
თუ x-ა ორჯერ მეტია x-ზე, პირობითად x-ზე თუ იქნებოდა პატარა, მაშინ 2-ა პატარა ხო იქნებოდა x-ი. კი. და გამოდის, რომ 2a პლუს a იქნებოდა 12-ის ტოლი და შესაბამისად 3 აუდრის 12-ს და a იქნებოდა 4. ძალიან კარგი. ანუ გამოდის, რომ ჩვენ გვაწყობს ისეთი x წერტილი, რომელიც a-დან 4-ით არის დაშორებული. a-დან 4-ით დაშორებული წერტილი. კაი. ახლა სად იქნება შემთხვევაში, როდესაც მარჯვნივ არის, ეს მარჯვნივ არის x-ი. დავაკვირდეთ, ესე იგი, x-ი, აი ეს არის ორჯერ დიდი bx-ზე, ხო? ანუ აქაც თუ bx იქნებოდა a პატარა, x-ი უნდა ყოფილიყო 2a პატარა. მაშინ ab რა გამოვიდოდა? ab-ს a პატარა არ გამოვიდოდა? კი. მაგრამ რადგანაც დავაწეროთ ab არის 12, ნუ გამოდის, რომ 200 მინუს a არის 12, ანუ a პატარა არის 12. შესაბამისად bx-იც არის 12. გამოდის, რომ აქ რა გაწყობს? b-დან 12-ით დაშორებული წერტილი. ძალიან კარგი. მოდი მაინც გადავამოწმოთ. ახლა 34 ამოცანა. 34-ში კი ბატონო, აბე უნაკვეთის შიგნითაა x-ზე. ხო, კი. აი, ყველაფერი დავალაგეთ, ანუ ორი შემთხვევა იყო a, b და ორივესთვის ვიპოვეთ რიცხვებიც დაერქვა. კარგი. მოდი ნახოთ ახლა 35 ამოცანა, ხო? 1-25. მით უმეტეს წერტილების ურთიერთგამლაგება ცნობილია და მოდი ამოვხსნათ ახლა აღნიშნული ამოცანა. mp ნაკლებია n მანძილზე. მოდი სანამ მას გავხაზოთ ნახაზი. გადმოვიტანოთ ეგ, ანუ გულისხმობს ავტორი, რომ ალბათ ასე უნდა იყოს ნახაზი. ასე. და მოდი ჩავწეროთ ახლა mp მანძილი ნაკლებია n მანძილზე qn-ის 75%-ით. ანუ mp ოლია n ნაკლებია p-ზე, ანუ n-ს უნდა გამოაკლდეს qn-ის 75%, ხო? qn-ის 75%. კარგი. კი ბატონო, გამოაკლდეს. ხო. მე მეორე პირობა. ხოლო pq მანძილი qn-ის 25%-ია. pq უდრის qn-ის 25%. კი ბატონო. იპოვეთ mn-ის აკითხვა არის mn-ის შეფარდება mp-სთან. უნდა ვიპოვოთ. აი, მოდით ნახოთ ახლა რა შეიძლება იყოს. მე წინა ვიდეოშიც თქვი, ახლაც გავმეორდები, არა ერთხელ გეტყვით ამას, რომ ძალიან კომფორტულია და არ უნდა იტანჯოთ. თავის შემოიტანეთ ლათინური პატარა ასოები და უფრო დაინახავთ. კონცენტრირებული იქნებით შინაარსზე და არა კონკრეტულ ფორმაზე. და რომელი აღვნიშნოთ, ალბათ ნახეთ, აი qn-ს თუ აღვნიშნავდით რაღაცა მაგალითად 10, ხო? შესაბამისად, ახლა pq გამოვიდოდა, ანუ qn-ი, აგერ იყოს, აი qn-ი აღვნიშნოთ 10, pq გამოვა 100
25%, 25% ხო 1/4-დია. კიდევ დავწყებთ 1/4. 1/4-ა. ანუ ფექი არის 1/4-ა. აუ ნახეთ. მაშინ პენი რა გამოდის? პენი არ გამოდის 5/4. კი, გამოდის 5/4-დია. მათი ჯამი იქნება. და ნახეთ, აი MP-ზე, აი რა შეგვიძლია აქ ვთქვათ. MP არის 5/4-დია პენს, ხო? გამოკლებული QN-ის და QN არის A რიცხვი 75%, 75 ხო იგივე 3/4-დია, ანუ 3/4-დია, იმიტომ QN-ი ხო აღნიშნეთ 10. ну აქედან მარტივად გამოდის რომ 1/4 არის არა უი 2/4 და 2/4 იგივე არის 1/2. აგერ MP-ც დაგვithვლი 1/2. აბა MN-ის შეფარდება MP-სთან. MN-ი რა გამოდის? MN-ი გამოდის აი ამათი ჯამი 1/2, 1/4. ანუ მათი ჯამი იქნება გაერთუშნელი, ანუ 4 აქ 2 აქ 1 აქ 4 7 ხო? 7/4. შესაბამისად ეს შეფარდება რა იქნებოდა 7/4-ა შეფარდებული რასთან MP სად არის ეგერ არის 1/2-ასთან. ესენი იკვეცება და 7/4 შეფარდებული ერთმანეთთან ანუ გამრავლებული 2/1-ზე 7/2 მივიღეთ. ახლა პასუხებში 3.5 წერია, კი ბატონო, 3.5-ია 7/2. 36. ну დავდი და ყველაზე მაგარი აღმოჩენის დრო ალბათ აქ. ну აბა დავაკვირდეთ რა სიტყვის პირობა. რეგულარულად კვადრატული განტოლება უკვე თუ არ გაქვთ ნასწავლი გაგიჭირდებოდათ. იმიტომ ჩემო ზოგადად უყურებელს მუშაობთ ჯერ ალგებრაში ფაქტობრივად განტოლებები უნდა ამოწუროთ და მის კვადრატული განტოლებების ფუნქციებით და მერე შეიძლება უკვე გეომეტრიის დაწყება. ესე იგი მონაკვეთი დაყოფილია ორ ნაწილად. მთელი მონაკვეთის სიგრძის შეფარდება მცირე ნაწილთან. უნდა გამო, ხო? მცირე ნაწილი ეს იყოს მცირე, ეს იყოს დიდი. ხო, შესაბამისად ეს იქნება მთელი მონაკვეთი, ხო? მთელი მონაკვეთის სიგრძის შეფარდება მცირე ნაწილთან 12-ჯერ მეტია მცირე ნაწილის დიდ ნაწილთან შეფარდებას. მოდი დავაწეროთ. A და B მოცხადია, A ნაკლებია B-ზე, ჩვენ მაგარიში, ხო? და შესაბამისად, მთელი მონაკვეთი რა იქნება A+, ანუ A plus B-ს შეფარდება მცირე ნაწილთან. ასთან 12-ჯერ მეტი, ანუ ეს უდრის 12 გამრავლებული მცირე ნაწილის დიდ ნაწილთან შეფარდებაზე. ანუ A შეფარდებული B-ს. აბა იპოვეთ დიდი ნაწილის შეფარდება მცირე ნაწილთან, ანუ გთხოვეთ B შეფარდებული ამისთან, აი ამის ნაცვლად. როგორ მოვიცეთ აქ? შეგიძლია ჯვარედიდან გადაამრავლოთ ისე გააგრძელოთ, მე მომწონს მაგალითად იდეა რომ გავწვიდო წილად. მოდი გავწვიდოთ. შეფარდებული A-სთან იქნება დამატებული B შეფარდებული A-სთან, ეს არის 12-ჯერ A შეფარდებული B-სთან, ხო? A შეფარდებული A-სთან 1-ია და მოდი ახლა აქ B შეფარდებული A-სთან აღნიშნოთ ტეთი. ну ახლა ჩვენ ჯერ არ აგვიტვით თავს კვადრატულ განტოლებამდე დაყვანადი განტოლებების ამოხსნის იდეოები. მაგრამ წესით უკვე გავლილი უნდა გქონდეს სამ თემას უსმეს. ამ შემთხვევაში ჩვენი მუშაობის გეგმა ასეთია, ვინც ჩვენთან მუშაობს და იქ არაერთხელ უკვე გვიცდია და გამკეთებია, რომ ურთიერთშეუბრუნებული რიცხვებიანი რაღაც განტოლება რომ არის, ერთ-ერთს აღნიშნავთ ტეთი, შესაბამისად მეორე, აი A შეფარდებული B-სთან იქნება ერთი შეფარდებული ტესთან,
ახლა აქ რა თქმა უნდა t ნული ვერ იქნება, იმიტომ რომ მონაკვეთების შეფარდება ნული არ იქნება. მერე t-ზე გავამრავლებდით ყველაფერს, ანუ 1-1 გამრავდებოდა t-ზე, t-ც გამრავდებოდა t-ზე, 12 ჯერ 1 შეფარდებული t-ც გამრავდებოდა t-ზე. დაალაგებდით ყველაფერს სამხარეს t კვადრატს პლუს t მინუს 12 უდრის 0-ს. რომ ამას მარტივად ამოხსნით, ფესვების გამრავლი -12-ია, ფესვების ჯამი მოპირდაპირე ნიშნით 1, ანუ -1. აქ იქნება -4, 2 იქნება 3. ცხადია ეს გარეშე ფესვია, იმიტომ რომ გვერდების შეფარდება -4 ვერაფრით ვერ იქნება. გამოჩნდა ეს ასე გადავშალოთ და დარჩა რა. t უნდა იყოს 3, ანუ რასაც გვეკითხებოდნენ b შეფარდებული 100-თან უნდა ყოფილიყო 3. 3 სტოლი. ძალიან კი, ეგ არის 36-ში. 3. საკმაოდ სერიოზული ამოცანაა, რაღაც ერთგვაროვანი დიაგნოზი დადის, ერთგვაროვანი განტოლების ამოხსნის და მაგარი ამოცანაა რა. თავისუფლად შეიძლება ეს სამხულიან ამოცანათაც ჩავფარდეთ. ერთ ჩავს 37. მოდი ნახოთ ახლა რა სიტყვის 37, ესე იგი m არის AB მონაკვეთის შუა წერტილი. და AB წრფეზე იპოვეთ, ანუ აქაც ესე იგი უნდა აგვეყო წრფე. აქ ავიღებდით AB მონაკვეთს, ასეთი იცი ავიღოთ, შუა წერტილი არის m. მოდი ახლა თვალისთვის რომ კარგად დასანახი იყოს, ასე გავაკეთოთ. ანუ აქედან აქამდე მანძილი და აქედან აქამდე მანძილი ერთმანეთის ტოლი. და რა უნდა? AB წრფეზე იპოვეთ ყველა ისეთი x წერტილი. ესაგებია, აბა როგორი x წერტილი ვიპოვოთ, რომლისთვისაც 2xa ტოლია 3xb პლუს xb. საინტერესოა. აბა ნახოთ რა გამოდის. კარგი ბატონო. დავაკვირდეთ ახლა. აქაც უნდა განვიხილოთ ახლა შემთხვევები არა? ანუ სად შეიძლება იყოს x, x შეიძლება იყოს აი აქ. რადგანაც მონაკვეთებზე და ანუ x აზე გვესაუბრება x ზე, a-ს და b-ს, ნუ x-ი არ დაემთხვეოდა და შეიძლება ხო, ვერც m-ს ვერ დაემთხვევა, იმიტომ რომ x-ს მანძილი გვინდა. კაი, კი ბატონო. მოდი ახლა ალბათ უკეთესი იქნება თუ მე AB მონაკვეთის სიგრძეს რაღაცით აი თქვა 10 აღნიშნავთ, მაშინ ეს იქნებოდა 1/2-ია. მოდი კარგად გამოვყო და არგით მაშინ ეს წვალებერი ასე და 1/2-ა დავარქვათ, აქაც 1/2-ა დავარქვათ ამას. რა ვქნათ ახლა? მოდი დავიწყოთ შემთხვევების განხილვა. ავიღოთ ესე ჩვენი, აი სად შეიძლება იყოს x წერტილი, აი აქ რომ ყოფილიყო x, აი აქ რომ ყოფილიყო x-ი რა მოხდებოდა, მოდი ვიმსჯელოთ. მოდი ამისთვის პრიანი იქნება, უკეთესი იქნება თუ გავხსნით ჩვენს უფრო დაინახავთ. ანუ 2-ჯერ xa უდრის 3-ჯერ xb-ს დამატებული 3-ჯერ xm. გაგვიდით მეგობრებო. ხო გამოდის რომ თუ 100 მარცხნივ არის x-ი, xb და ისეთელ კალავს გამოვიყენებ რომ კითხი იყოს, xb გაცილებით დიდია ვიდრე xa. და ნახეთ, xb დიდია. დიდ რიცხვზე მრავლდება ვიდრე xa. კიდევ რაღაც ემატება. მაშინ როგორ იქნება x ასტოლი არა? ანუ გამორიცხულია x წერტილი იყოს 100 მარცხნივ. ეგ გამორიცხულია, რომ ალბათ ვიხდით, გავიმეორებ კიდევ ერთხელ. x-ი რომ იყოს, აი აქ 100 მარცხნივ, ცხადია ბედარ უფრო დაშორებული გამოვა, x-b უფრო დიდი იქნება და მაშინ დიდ მონაკვეთს, ანუ xb თუ უფრო დიდია ვიდრე xa, დიდს სავზე ავრალებ ამას 2-ზე და ტოლობა შედგება, თან კიდევ რაღაცას ვუმატებ xb-ს, არა, შანსი არ არის. ძალიან კარგი. ანუ
აქ ვერ იქნებოდა. აბა მოდი ახლა დავაკვირდეთ და A-დან M-მდე თუ იქნება, მაგრამ იგივე მიზეზით ვერ იქნება, იმიტომ რომ აი აქ რომ ყოფილიყო X-ი, მაშინ დააკვირდით M-ი, ესე იგი, უფრო შორს არის ბედარ ვიდრე A-დან, ხო? იმიტომ რომ ზუსტად M-ი შუა წერტილშია და ანუ ნახევარზე მეტით იქნება ბედარ დაშორებული და ნახევარზე დაკლებით A-დან და როგორ წარმოგიდგენიათ, აი იგივე სიტუაცია X-ზე უფრო დიდია X-აზე და ვერაფრით ვერ შედგებოდა აღნიშნული ტოლობა დიდი სამზე გამრავლებით, კიდე და რაღაცის დამატებით პატარაზე ორჯერ დიდი რიცხვი მივიღოთ. არ მოხდებოდა ეს. შესაბამისად, მაშინ დარჩა ორი შემთხვევა. ან აქ უნდა იყოს X-ი. M-დან მერე ან B-ს ვაშ. მოდი, ადგეთ და ახლა მაგით დავხაზოთ ცალკე. იმიტომ რომ მგონი ეგ გამოდის, აი ასე რასაც ახლა ვხსნით და წესით უნდა შედგეს. აღნიშნული შემთხვევა. B და აგერ M-ი. და მოდი აქ რაც სხვა ფერით ავიღოთ, აი აქ არის სადღაც M-დან B და ნუ სადღაც არის X-ი. ხო, აქ არის X-ი. იგი რა ვქნათ ახლა? რადგანაც X-ებიც არის, მოდი რაღაც დავაწეროთ რაღაც. აი მოდი დავაწეროთ, თქვათ ეს არის M-პატერნს. დააკვირდით ახლა გამოდის რომ ეს ხო იყო 1/2 A. მაშინ აქეთა პატარა მონაკვეთი 1/2 A-ს მინუს M-ი არ გამოდის? მეტია კარგად ჩანს რა, მოდი უფრო კარგად რომ გამოჩნდეს. ნახეთ რას ვიზავ? ასე ვიზავ. ეს ხო იქნება 1/2 A-ს გამოკლებული M-ი. ვაკეთ რომ ეს არის ისევ 1/2 A. და მაშინ რა იქნება, ნუ M-ი მე ამ მონაკვეთს დავარქვი აი აქ. ასე. დაგვიდით მაშინ ჩვენ ტოლობიდან რა გამომდინარეობს, რა იქნება? არის ჩვენ ტოლობიდან გამოდის რომ X-A, X-ას არის X, აი ეს მონაკვეთი, აი ეს X-A. იქნებოდა გავაგრძელოთ, აი ჩვენ შემთხვევაში ეს შემთხვევა იყოს. ამ შემთხვევაში იქნებოდა ორჯერ 1/2 A-ს დამატებული M-ი, ხო? უდრის 3ჯერ XB-ს, ხო? ანუ ვილავწერ ახლა ამდეს. იმიტომ რომ მე ვჩხილი რომ გავხსენ უბრალოდ დამეკარგა ხედულობიდან. ეს ხო იგივე 3ჯერ XB-ს პლუს XM-ია და ეს ხო მეგობრებო არის აშკარად 1/2 A. ამ მონაკვეთში საუბარი, ამ მონაკვეთშია საუბარი, ხო? XS plus XB და თუ ეგ არის 1/2 A. ამიტომ პირდაპირ ორჯერ 1/2 A-ს პლუს M-ი ტოლი იქნებოდა 3/2 A-ს. ხო, 3ჯერ 1/2 A-ს. აქედან 2-ზე გამომდებოდა A იქნება პლუს 2M-ი უდრის 3/2 A-ს. აქედან 3/2, ანუ A გადმოვიდოდა აქეთ გამოკლებით. ანუ 2M-ი ტოლი იქნებოდა 1/2 A-სი და M-ი რა გამოდის? ნუ ფაქტობრივად M-ს ვეძებდით ჩვენ ხო 1/4 A. ანუ გამოდის რომ რადგანაც 1/4 1/2-ის ნახევარი, ესე იგი M-დან 1/4-ით, ესე აქ ამ A შემთხვევაში X წერტილი 1/2 10 არის დაშორებული M-დან, ხო? მაგრამ ხო ჩვენი შემოტანილია და 1/4 10 არის დაშორებული და 1/4 1/2-ის ნახევარი, ანუ ფაქტობრივად გამოდის MB მონაკვეთის შუა წერტილი გამოვიდა X-ი. X წერტილი MB-ს შუა წერტილი. შუა წერტილია. მოდი ახლა B შემთხვევას განვიხილოთ. რა ხდება B შემთხვევაში? დავაკვირდეთ. გვაქვს A,
სადღაც იყო m, იგივე არის b, ესეც არის 1/2a, 1/2a, აქეთ არის სადღაც x-ი, მოდი ამ მონაკვეთს დავარქვათ, ამას დავარქვათ, აი ასე, m პატარა, m პატარა, და მოდი ახლა დავწეროთ განტოლება, რაც არის, ხო? ეს ქვეშ არის x-a რა გამოდის? აი თლიანად ეს მონაკვეთი რა გამოდის? ეს გამოდის a + m არ გამოდის? ანუ ორჯერ, მაგრამ ეს რა მოვიტანოთ ასე. a + m უდრის რა გამოდის ახლა m, ანუ xb, სადა ხარ xb ხო, მაგრამ ეს, ანუ ხოდი ასე თქვა, 3ჯერ xb, მაგრამ ეს xb იქნება m-ს დამატებული xm და xm გამოდის, აი ეს არის xm, ხო? 1/2 + m. ანუ გამოდის აქ რა უქროელი? 2a, გაგვიხსნა ჩხილები, პლუს 2m უდრის, აქ იქნებოდა ნახეთ m და m, 2m 3-ზე განმავლდებოდა 6m, დამატებული 1/2 განმავლდებოდა 3-ზე, 3/2a. მე 3/2 იქით გადავიტანდით 2-ს, აქეთ 3/2 გამოაკვდება 2-ს, იქნება 1/2. უდრის 2m გამოაკვდება 6m-ს, 4m და აქედან m რა გამოდის? 4-ს გადაიტანდით გაყოფით და 1/8 გამოვიდა. ანუ ამ მეორე შემთხვევაში რა ხდება? რას ვიღებთ? რომ m b-დან უბრალოდ x წერტილი b-დან დაშორებულია b-ს 1/8-ით. ნუ ასე იქნებოდა ალბათ სწორი კვირა. ხო, ავტორს უწერია, რომ bx-ის შეფარდება ab-სთან არის 1 შეფარდება 8-ს, მაგრამ ეგეც ძალიან კაი პასუხია. მისაღებია მგონი, იმიტომ რომ აქ კიდე თუ არა ab-ის განაწილიაო არ გვეუბნებოდა. და როგორც ჩვენ სწორად ჩავთვლიდით, ისე შეგვეძლო x წერტილის მდებარეობა დაგვახასიათებია. კარგი, დავასრულეთ. ნუ მომდევნო თავის ვიდეოებით შევხვდებით მომავალში. აბა, დროებით.